რა ნიშნებით უნდა ამოიცნოთ დაავადება, რომელიც მსოფლიოში 500 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ ყველაფერს დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ. ეს დაავადება იმდენად გავრცელებულია, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენს საახლობლოშიც მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს. ამ ვიდეოში კი მოგიყვებით რამდენიმე ნიშანზე, რომელიც უნდა იცოდეთ, რათა თავიდანვე ამოიცნოთ ეს მდგომარეობა და რა თქმა უნდა პროფესიონალის დახმარებით მართოთ. პირველი არის დაღლილობა და უენერგიობა. ამ დროს სისხლის პლაზმაში იმაზე მეტი გლუკოზაა, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს გლუკოზა ვერ აღწევს ორგანიზმის უჯრედებამდე, რადგან უჯრედები დიაბეტის დროს არიან ინსულინ რეზისტენტულები, ანუ იმ ჰორმონის მიმართ უგრძნობები, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის უჯრედში ათვისებას. შემდეგი არის გაძლიერებული და გახშირებული წყურვილი. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ. ესეც შეიძლება ადრეული ნიშანი იყოს და ასევე კომბინირდეს გახშირებულ შარდვასთან. ამასთან უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მხედველობის მსგავსი უეცარი და მკვეთრი ცვლილებაც დიაბეტის საწყის ეტაპზე შეიძლება მიუთითებდეს. ამას გარდა არსებობს კისერში იღლიებისა და საზარდულის მიდამოში სპეციფიური კანის ცვლილებები, რომლებიც დიაბეტამდე ინსულინ რეზისტენტობაზეც კი მიუთითებენ. ამ ყველაფერზე კი დეტალურად მოგიყევით აი ამ ვიდეოში, რომელიც დევს უკვე YouTube არხზე და გარდა იმ მახასიათებელი ნიშნებისა, რაც საწყის ეტაპზე დიაბეტს ახასიათებს, განხილულია რა ხდება ზოგადად ამ დროს ჩვენს ორგანიზმში და რაც ყველაზე მთავარია, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების სტილი ისე, რომ პრედიაბეტური მდგომარეობა დიაბეტამდე ხშირ შემთხვევაში არც კი მივიყვანოთ. ამ ყველაფრის გასაგებად გადადით YouTube-ზე და უყურეთ ამ ვიდეოს აუცილებლად და დააკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით.